როცა იმართება არჩევნები და იქ მონაწილეობს მინიმუმ 2 საარჩევნო სუბიექტი, შესაბამისად თეორიულად მაინც იქ არის კონკურენციის ფაქტორი. ანუ ამორჩეველს მოქალაქეს ვინ უკეთ და ვინ უფრო მეტ სარგებელს შესთავაზებს, რომელი კანდიდატისგან მიიღებს უკეთეს ბენეფიტებს ამორჩეველი. არასოდეს არ მომისმენია არც ერთი საარჩევნო სუბიექტისგან, არც ერთი კანდიდატისგან, რომ გაეადამიანურებინოს მაგალითად ან შეეთავაზებინოს რეალურად ჯარიმების შემცირება ან რეგულაციის პრინციპი შეეცვალოს. რა არის ჯარიმები ზოგადად? ჯარიმა ხო საპრევენციო საშუალებაა, რომ მოქალაქეს ჰქონდეს მისი რიდი, შიში, რომ არ დაჯარიმდეს. ჩვენთან პირიქით არის, რომ რაც უფრო მეტია ჯარიმა, მით მეტი არის საბიუჯეტო შემოსავალი და ამის ხარჯზე ითქმება ხოლმე, რომ ყოველწლიურად ბიუჯეტი იზრდება. ეს არის საერთოდ უკუღმა მიდგომა, თავიდან ბოლომდე თავდაყირა მიდგომა არის. ჯარიმა შეიქმნა იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიება ყოფილიყო და არა ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი წყარო. რა ხდება, რომ მაგალითად 1 ლარი რომ არ აქვს მოქალაქეს, ჯარიმდება 20 ლარით. ადამიანო, 1 ლარი არ აქვს მოქალაქეს და 20 ლარით აჯარიმება. უბრალოდ აქ ხო რაღაც სისულელი არის. რაღაცა იმ მიმართულებით მედივართ, სადაც შენ არ ფიქრობ როგორც სახელმწიფო დოულადზე. მოქალაქის, შენ მოქალაქის კეთილდღეობაზე დოულადზე. არ გაინტერესებს, რომ მას ჯიბეში ლარიანი რო არა, 20 ლარი საიდან მოიგოს და თუ 30 დღეში იმ ლარიანის 20 ლარს ვერ გადაიხდის 21 ლარს. უსამაგებ კიდე ჯარიმს. ან პარკირების შემთხვევაში მაგალითად, ყოველწლიურად თუ პერიოდულად იზრდება ჯარიმების მოცულობაც. ფიქსირებული ჯარიმების მოცულობა. ეს იმას ნიშნავს, რომ კი არ მცირდება ჯარიმების რაოდენობა. თანხობრივად იზრდება პირიქით და ბიუჯეტის შემოსავლები იმატებს. მოდი შევცვალოთ მიდგომა ძალიან მარტივად. ჩვენ გვაქვს ერთის მხრივ მართვის მოწმობის პრაქტიკა, როცა ყოველწლიურად მძღოლებს მართვის მოწმობის მქონე პირებს გვაქვს 100%-იანი 100 ქულა და წლის განმავლობაში გვაქვს ლიმიტი, რომ მაგის შემდეგ არ გვაქვს ჩვენ მართვის მოწმობას და მეორეს მხრივ მოდი გავაკეთოთ ასეთი რამე. ქვეყანაში ჩვენ გვაქვს კრედიტ ინფო. ყველას გაგვიგია რა არის შავი სია და კრედიტ ინფო. კრედიტ ინფოს პრინციპი რა არის? რომ იქ არის ჩანაწერების სია და არქივი, ვინ რა თანხით ისარგებლა, ვის რა გადახდა უწევდა, ვინ რამდენით დაჯარიმდა, მაგალითად თუ გადააცილა თავის ვალდებულებას, სასესხო ვალდებულებას. შესაბამისად არის საკრედიტო რეიტინგი. რაც მაღალია საკრედიტო რეიტინგი, მით უფრო მეტი საკრედიტო ლიმიტი აქვს მოქალაქეს, კლიენტს, მსესხებელს. ჩვენ შემთხვევაში გავაკეთოთ ასე. მარტივია პროგრამულად ამის გაკეთება, რომ მოდი ავიღოთ ეს ორივე პრინციპი. მოქალაქეს ქონდეს წლის განმავლობაში თქვათ 3 შანსი, ან 4 შანსი, 5 შანსი, რომ მაგალითად 3ჯერ დაჯარიმების შემთხვევაში ის იღებს გაფრთხილებას, მაგრამ გაფრთხილების რეესტრი არის, რომ მაგალითად მეოთხე გაფრთხილება იქნება 4 ჯარიმა სინამდვილეში. ეს არის რეალური პრევენციის საშუალება ჩემი აზრით და არა ის, რომ უბრალოდ პირველივე შანსზე, პირველივე გამოჭერაზე დააჯარიმო მაქსიმუმით. მივცეთ ქულა, ავიღოთ ქულებივით მაგალითად, რომ აგერ მაქვს მე წლის განმავლობაში 4 შანსი პარკირებასა და უბილეთო მგზავრობაზე. თუ მაგალითად 4 შემთხვევა მექნება წლის განმავლობაში, რომ პარკირებაზე გამომიჭერენ, იბატონო, მეხუთე შემთხვევაში 4 ჯარიმა გადავიხადო. ან მაგალითად უბილეთო მგზავრობაზე. მაგრამ აი მოდი ავიღოთ, რომ იყოს რაღაცა ადამიანური ამ ქვეყანაში, რაღაცა ისეთი მომხიბვლელი, რომ არ ეშინოდეს მოქალაქეს გადაადგილების ელემენტარულად, რომ ის დაკარგავს იმის გამო, რომ მაგალითად ლარი არ აქვს, დაკარგავს მინიმუმ 21 ლარს. იქნება რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა ან კანდიდატმა ცოტა გააშალაშინოს ეს ყველაფერი და უკეთესი ვარიანტი შემოგთავაზოს, მაგრამ როგორც იდეა, აგერ მე გეუბნებით.